გამარჯობა, მე ისევ ბედნიერ სახლში ვარ, დღეს ძალიან კარგი სტუმარი ყავს, უბრალოდ მეც სტუმარი ვარ, მაგრამ ამ ბოლო დროს თავს არ გზნობ დიდად სტუმრად და ამისთვის დიდი მადლობა კიდევ ერთხელ დედა თინათინს, რომელმაც რა ვიცი მართლა თავიდან ბოლომდე ამოაყირავა ჩემი ცხოვრება. დედას ვიცა ვარ, ბევრი რამე რაზეც მეგონა რომ ჩამოყალიბებული აზრი მქონდა, აღმოჩნდა რომ ეს ესე არ იყო და ამისთვის დიდი მადლობა კიდევ ერთხელ დედა თინათის. არაჩვეულებრივი სტუმარი ყავს დღეს, თამთა დემურიშვილი და თემა რომელსაც შევეხებით, რაზე ვისაუბრებთ დღეს თამთა? რა არის მთავარი? მოგესალმებით პირველ რიგში, მადლობა მოწვევისთვის. გავიმეორებ ნანიკოს ნათქვამს, მეც ვერ ვგრძნობ ამ სახლში თავს. ხო, აი, სტუმარი ვარ, მაგრამ არ ვარ სტუმარი ფაქტია. იმიტომ რომ ამ სახლის მშენებლობის პერიოდი რო დაიწყო სწორედ ეს თითო აგურის შეგროვებით დავიწყეთ მართლა და დედა თინათინი დამეთანხმება, ეს იყო ეს იდეა მოვიფიქრეთ, რომ ჭიქები იყო ეს დაპრინტული როგორ ბედნიერ სახლს და თითო მე დავდე თითო აგური ამ სახლის მშენებლობაშიო და საათები იყო სხვათა შორის და ეს ჭიქები და სრულიად საქართველოს მოიცვა მე ამ საათებმა და ამ ჭიქებმა და არც მჯერა რომ შემოვდივარ, რამხელა რაღაცა გაკეთდა ამ მოკლე პერიოდში და ნამდვილად საოცრება შეძლო დედა თინათინმა, რა თქმა უნდა, ყველას თანადგომით. რაზე ვისაუბრებთ? არ ვიცი რაზე ვისაუბრებთ, იმიტომ რომ 12 წელია უკვე, ხო, დედა თინათინი მეტი 2012 წლიდან 13 წელი დასრულდა, რაც ჩვენ მეგობრობთ და ურთიერთობთ და აი ამ დასაწყისიდან მოვყვები მოკლედ ამ პრობლემას და იცი მე მინდა ვისაუბრო, იმიტომ რომ მაყურებელი ახლა ვინც გვიყურებს თქვა თუ ვინც ტელევიზორში ხედავს ხშირად დედა თინათინს ან კიდევ სხვა სივრცეში გონიათ რომ ეს ყველაფერი ასე მარტივად, ლამაზად და მშვიდად ხდება. ის რომ დღეს აქ ამ ხელა სახლი დგას, რომელიც აბსოლუტურად მურგებულია ყველა ბავშვის ნებისმიერ მოთხოვნაზე გამომდინარე დიაგნოზიდან და არა მარტო. ამ ყველაფერს ძალიან ბევრი რამ სჭირდება, თუნდაც შრომა, ენერგია და მოდი აი ამ გზაზე ვილაპარაკოთ, კარგი? და ყველაზე მთავარი ჩააგერთვებით, კარგი ადამიანების შემოკრება. ეს ხო პროცესია. ეს ყველაზე მთავარი და ეს თამთა არის ის ერთ-ერთი რომელიც აი ესე ძალიან აქტიურად შემოგვიერთდა და ჩვენი სტუმარი აუცილებლად თინათინ მაღალაშვილიც იქნება ამ გადაცემის და თამთა და თინათინი ერთად შევიძინე. ესე რომ ვთქვათ, ერთი დღე იყო, როდესაც გავიცანი და იმის მერე მართლა 24 საათიან რეჟიმში, ეხლა კი თამთას ორი არაჩვეულებრივი ანგელოზი ყავს და ცოტათი დრო ისე, თუმცა რომ დავურეკავ და ვიტყვი არ არსებობს მაშინათვე ჩაერთვება ხოლმე აი რა ვიცი ყველაფერს გააკეთებ ჩემი ბავშვებისთვის. ხო და ეს ყველაფერი ჩანს ძალიან ლამაზად და მოდი რეალურად მოვყვეთ რა ქენით რა გააერთიანათ ესე და რა იყო ის თავარი მიზანი. აი ძალიან საინტერესოდ დაიწყო ეს ყველაფერი და ნანიკო შენ გახსოვს ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებული ეს მთელი ეს მოძრაობა ჟურნალისტების რა თქმა უნდა ყოფილხარ. მე პირველად იქ როცა მივედი, ეს იყო 2011 წელი და ეს 12 წლის მიჯნა და ნუ იქ საოცრება ხდებოდა, გულისხმობ იმას, რომ მთელი ეს მკურნალობა, ეს პროტოკოლი, ეს ყველაფერი მართლა ევროპულ სტანდარტზე იყო და მადლობა ამისთვის იაშვილის კლინიკა ძალიან ბევრი გამოჯანმრთელებული ბავშვი იყო და იქიდან დავიწყეთ ეს მთელი. ბოდიში რომ გაწყვეტინებ, შენი კამპანია არ იყო პერსონაჟების ფორმებით, სახურავიდან რომ ჩავედით პალატებში. თქვენ ჩამოხკი? მე ჩავედი როგორც თასლელი და იქ დიახ, იქ თოვლის ბაბუის პროექტი იყო და იმის მერე აიტაცეს და უამრავია ესეთი სურვილებს წერენ ბავშვები, წერილი თოვლის ბაბუას. პირველად ეს იაშვილის კლინიკაში მოხდა ნამდვილად და თქვენც აქტიურად იყავით ყველა ჩართულები და რატო დავიწყე ახლა იაშვილის კლინიკას, რატო გავუსვი ხაზი, იცით? მაშინ მე ვერ მოვესწარი მამა ანდრიას ცოცხალს სამწუხაროდ და მაშინ დედა თინათინი ონკოლოგიურში თავის შვილთან ერთად იყო და მკურნალობდა ძალიან უმძიმეს დაავადებას, ამაზე 1000-ჯერ ექნება ნასაუბრები, უიშვიათესი, ამითიც გამორჩეული იყო ეს ბავშვი, რომ მართლა მის სასაკში ესეთი დაავადება არავის არ ქონია და როგორ ითმენდა და როგორ აკეთებდა ამ ყველაფერს და აი სულ რამდენჯერაც არ უნდა მოვყვე, ვერ წარმოიდგენთ, აი თავიდან ბოლომდე მეწყება ეს ჟრუანტელი და ერთხელ ნუ იქ იაშვილის ბავშვებისთვის უამრავ რაღაცას ვაკეთებდი, რა თქმა უნდა ჟურნალისტების და ყველა კეთილი ადამიანების დახმარებით და ამ სულ ვიყავი მოწოდებული ამ ბავშვებისთვის აი რა სასიხარულო რაღაცები გაგვეკეთებინა მათი სურვილები აგვესრულებინა და ასე შემდეგ და
ის ბავშვები იქ, რომლებიც სოლიდურ სიმსივნეს მკურნალობდნენ, იქ რაღაცნაირად მივიწყებულები იყვნენ და თურმე ერთი დღეც არის და მამა ანდრია უყურებს ტელევიზორში იაშვილის კლინიკაში მიმდინარე ესეთ აქციას და დედა თინათინს უთქვამს, რომ ნეტა ეს ხალი შემეძლოს რომ გავიცნო და აქაც ნეტა მოვიდესო. თამთაზე იყო. ხო, იცი როგორ მითხრა, იცით, რომ მან ზუსტად იცოდა რომ შეგხვდებოდი. ხო, კი, რომ ამ ხაბატონს რომ ნახავო. პირდაპირ ესებით ხარ, რომ უთხარიო, რომ იმ იაშვილის კლინიკიდან მაშინ მხოლოდ ლეიკემიას მკურნალობდნენ იაშვილის კლინიკაში და სოლიდურ სიმსივნეებს მკურნალობდნენ ონკოლოგიურ ნაციონალურ ცენტრში ლისის ტბაზე. დიახ. და უთხარიო დერო ამ ბავშვების პარალელურად აქაც არის კლინიკა და აქაც არიან ბავშვები. იქ რიგი იდგა, რომ შესულიყვნენ და ბავშვებისთვის საჩუქრები გადაეცა და აქ სიჩუმე იყო, არავინ არ მოდიოდა და ამ ფუნქციას მე ჩემი ოჯახი იღებდა, ჩემი და ძმები და ყიდულობდნენ საჩუქრებს და ამ ბავშვებისთვის მე ესე ურიგებდით ამ საჩუქრებს და მან აი ეს ისე კარგად მახსოვს, მან ზუსტად იცოდა რომ შეგდებოდი და გვერდში დამიდგებოდი, აი ეს რომ ნახავ უთხარიო. ესე მოხდა, ნახე და უთხარი. ნამდვილად და ეს რომ მომიყვა დედა თინათინმა ძალიან დამწყდა გული, რომ მე პირადად არ ვიცნობდი მას და ხო, ვერ გავიცანი, ძალიან დამწყდა გული, მაგრამ აი ეს რომ მითხრა ეს სიტყვები, რომ დედა შენ მას აუცილებლად ნახავ და თქვენ ერთად ბევრ რაღაცას გააკეთებთ, აი ეს და რომ იქნება, ნუ ამაზე ვერ წარმოიდგენ ეს ჩემთვის რამხელა მნიშვნელობა იყო და ალბათ 2 წლის გარდაცვლილი იყო, ხო, უკვე დედა თინათინ, როცა პირველ არხზე რაღაცა გადაცემაში მოვხდით, მაშინ რა თქმა უნდა ეს ისევ ლეიკემით დაავადებულ ბავშვებზე იყო, იმიტომ რომ მაშინ ეს ანა რომანაძის ისტორიაც გემახსოვრება, ხო, წერილი რო დატოვა ბავშვმა და ამაზე მოკლედ ნუ ავატრიალეთ მთელი ის, აი სადაც შემეძლო მივედი, იმიტომ ეს იყო საოცრება, ნუ ბავშვმა წერილი დაწერა, რომ მე ვიყო ბოლო ბავშვი, ვინც უსახსრობის გამო გარდაიცვლება თქო და ეს იყო რაღაც საოცრება. ჩემ და სამწუხაროდ მიუხედავად იმის რომ მე ექიმი ვარ, მე არ ვიცოდი ამ ბავშვების არსებობის შესახებ იქ ლისზე ონკოლოგიურში, იმიტომ რომ იქ რატომღაც ჩემთვის ასოცირდებოდა მხოლოდ ზარსტურების ყველასთვის ესე იყო ალბათ. და მოკლედ აი იმ გადაცემაზე ვნახეთ და როცა დედა თინათინმა ისაუბრა ერთ-ერთი ბავშვი, პაატა, ხო, დედა თინათინ. პაატამ თქვა ესეთი რაღაცა, ჩვენ ვართ ლეიკემიით დაავადებული ბავშვების ჭრდილში, ხო ესე თქვა? აი რამდენჯერაც არ უნდა მოყვე ნანიკო, აი საშინელი ემოცია. ძალიან იმოქმედა ხალხსადადება ჩემზე. და ანუ ჩემი საუბრის მერე რომ ამ ბავშვმა ეს თქვა და ძალიან გული მწყდება და ჩვენც ვართო, ესე თქვა და მაშინ ვთქვა რომ პირობას გაძლევთ მეთქი რომ თქვენც იქნებით ზუსტად იცი როგორც ლეიკემიით დაავადებული ბავშვები. მე დერეფანში გამოვედით, მივედი დედა თინათინთან მე და თიკო და მოკლედ იქ გავიცანით ერთმანეთს და იმის მერე დაიწყო. მაშინ არც სახლი არსებობდა თავიდან. არაფერი არ არსებობდა, მე მგონი საკუთარ სახლში ყავდათ ბავშვები დედა თინათი. და თამარი რო ყვებოდა, რო პატეცინა ოთახში ბავშვებთან ერთად იყავითო საკუთარ სახლში. მერე უკვე მოხდა ისე რომ შევძელით და დედა თინათინმა მოახერხა რომ სახლი ორსართულიანი სახლი მათ მე მგონი ნამყოფიც ხარ დაქირავებული იყო და აი იქ აი ამ ქირის შეგროვება მე მგონი 2000 იყო ხო თუ რაღაცა ესეთი და მაგის შეგროვებაზეც კი გჭირდებოდა ძალიან დიდი ძალისხმევა და შემიძლია გითხრათ რომ ძალიან სოლიდარულია ჩვენი საზოგადოება. მაგრამ ჩვენ საზოგადოებას შეხსენება ჭირდება ხშირად და ეხლა პარალელურად რომ გისმენდი გავიხსენე დაახლოებით ანუ 2.11-12 შენ იყავ პიონერი მე მგონი ერთ-ერთი ვინც ხმამაღლა ყვიროდა და ითხოვდა დახმარებას ფოტოსესიები მახსოვს რამდენი გვაქვს გადაღებული რამდენი ბავშვი მყავს შენგან გაცნობილი ლეიკემიით და ამისთვის მართლა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა იმიტომ რომ ეხლა მეტნაკლებად შესაძლებელია უკვე ისმის ბევრი პლატ და მაშინ ერთი იყავ ფაქტიურად, ხო? კი. ესე დაიწყო, მაგრამ ძალიან მიხარია რომ მე ძალიან მოედო, თუნდაც ეს წერილები თოვლის ბაბუას გადაედო. კი, ძალიან მიხარია და აუცილებლად უნდა ითქვას რომ მე ამას მარტო ვერ ვიზამდი ჟურნალისტები რომ მე გავაკეთე ერთი სწორი გათვლა ასე მგონია. მაშინ დიტო ცინცაძე იყო ცუდად. ხო იყავით, ხო და სანამ ფონდი შეიქმნებოდა მე გუდვილში მოვხდი დიტოსთვის ფულს რო აგროვებდნენ და მე რა მეტრებელს ვიცნობდი რაღაც ეთერიდან მე რა ვსუთხარი რომ
დიტოსთვის რო აგროვებთ კარგია და დამეხმარეთ ბავშვებისთვის და ანა რომანაძის ისტორია მოვყევი. მე მეცად გეტყვით, ბერა იყო მოსული, თუ გახსოვთ, ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებთან და ეგეც ერთ-ერთი დიდი კონფერენცია იყო და იმ კონფერენციაზე მოკლედ ძალიან ბევრი ხალხი იყო, ეს უამრავი საჯარო მოხელი მინისტრები ასში და ბატონი ბიძინაც ესწრებოდა. და მაშინ მახსოვს, რომ აი გავარღვიე პირდაპირ ეს გზა გავარღვიე და მივედი პირდაპირ, ხელი ჩამოვართვი და ერთ წამში მოუყევი მაშინ მირზას ისტორია. ეს და ხელი თურმე არ გამიშვია. აი ესე მქონდა ჩავლებული და ამას ყვებოდი და იმდენად გაოგნებული მიყურებდა, გულზე ხელი დაიდო და პირობას გაძლევ აუცილებლად დავინტერესდებია, რომ აი ესე გამიშვია. და მაშინაც რა თქმა უნდა მირზაზეც მოხდა გადარიცხვა, მაგრამ უბრალოდ სამწუხაროდ მე მირზა მე და კახა მოვნათლეთ სხვათა შორის და ვერ მოვასწარით, უკვე ფული გქონდა და იმ კვირას უნდა გაფრენილიყო ბავშვი და გარდაიცვალა. ნუ ძალიან ბევრი ტრაგედია გქონდა ამასთან მოყოლებული, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის? შეხსენება აუცილებელია. ეს გადაცემა, რასაც ახლა თქვენ აკეთებთ, ეს არის საოცარი რაღაც, იმიტომ რომ სულ ამბობენ ხოლმე, რომ აი ისე გავაკეთებ, რომ არ თქვა რა. ეხლა პატიმრებთან მიმართებაშიც ხშირად ყოფილა, რომ რაღაცა ბაღებს ვაშენებთ, რაღაცებს ვაკეთებ და ბევრი ესეთი კომპანია ერთვება და ამბობენ ხოლმე, რომ არ თქვა. მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს უნდა ითქვას. მეც გონია, რომ ეს შემთხვევა არ უნდა ითქვას. დედა თინათინმა რომ ხმამაღლა იყვირა მთელი არსებით, რომ ბავშვები მყავს. დახმარება ჭირდება. კი, სახელმწიფო გვერდში უდგას მადლობა ამისთვის უამრავი პროექტია და ამ 12 წლის განმავლობაში რამდენი რამ გააკეთა, რომ ფინანსდება უკვე საზღვარგარეთ რამდენი რამ ალბათ ვერასოდეს. კი, ერთი ადამიანისთვის ვერ ამოვალთ მისი მადლიერებით. შეუძლებელი არის ერთი ადამიანისთვის ამის გაკეთება. სულ ვამბობ ხოლმე, რომ აი ხო არის ეხაც ჟრუანტელი მივლის, ხო არსებობს რაღაცა მისია გაქვს ცხოვრებაში. მისი მისია იყო ცხოვრებაში ძალიან სამწუხაროა, რომ ამას მარ თვითონაც იცის ეს, რომ მისი შვილი რომ იმ ქვეყნად წავიდა, მისი მისია იყო რომ მას უნდა ათასობით ადამიანის შვილი გადაერჩინა მისი შვილის ხარჯზე. დიდი ბოდიში ამას რომ ვამბობ, მაგრამ თვითონაც ძალიან კარგად იცის და სწორედ ბერი ანდრიას სიტყვებიც იყო, რომ ესე უთხარი ხო, რომ შენს მე რა უნდა გავაკეთოდეო და ჩემს შემდეგ შენ უამრავი შვილი გეყოლება და უამრავ შვილს უნდა მიხედო, უთხრა და ეს არის უდიდესი ხას საზღვარგარეთ რო ეს ხდებოდეს. ხო? აი ესეთი ადამიანები, რომ ხო არის ნობელის პრემია და რაღაცა მართლა გულწრფელად ვამბობ, მართლა. მეც ყოველ დღეს ვიძახ, რომ გაოგნებული ვარ და რაც დრო გადის ანუ გრადუსი სულ მატულობს ჩემი გაოგნების დედათინათინის ნამდვილად, აი მართლა. და ყველაფერი რო გადახედავთ, ხო, აი როგორ ყველაფერი ისე ჯდება, რომ ამ სახლში ბავშვი რო შემოდის, უბრალოდ ძალიან ცუდი აღსაქმელია და სათქმელია ის, რომ ეს იმდენად მძიმე დაავადებაა, რომ სამწუხაროდ შეიძლება 100%-დან ლეტალობის შედეგი ბევრად მეტი იყოს, მაგრამ აი ის პერიოდიც კი, როცა ბავშვს პირობითად ზუსტად იცი, რომ ის მდგომარეობა აქვს, რომ როცა იქნება ეს დადგება მისი ბავშვობის ასაკში. აი სანამ ეს პერიოდი დადგება, თუნდაც ის რომ შეგიძლია მიანიჭო ის ბედნიერება, მაგალითად წაიყვანო ქობულეთში საუკეთესო სასტუმროში, რომელიც ბავშვს ტელევიზორში აქვს ნახე და ძალიან უნდა იქ მოხვედრა და იქ დაასვენო. ამას აკეთებს დედათინათინი პერმანენტულად, მეგობრებო, აქ ბავშვები ზუსტად ფილმებში რომ გინახავთ, აი ასე ისრულებენ ოცნებებს და თქვენ ხარჯზე, იმიტომ რომ თქვენი შემოწირულობა არის აქ ყველაზე მნიშვნელოვანი, არა? ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ჩართულობა, თუნდაც აი ახლა ახალი კამპანია, რაც გააკეთეს ერთი ლარის კამპანია. მე დამერწმუნეთ პირადი მაგალითით გეუბნებით. ეხლა ნაინიკოს რო არ ეხსენებინა ის რაც ჩემთან დაკავშირებით პიონერი იყავი, ამაზე არასოდეს არ ვსაუბრობ ხოლმე, იმიტომ რომ მე ჩემი მისია ხუმრობენ ხოლმე, რომ რისთვის დაიბადეთ, ხან მოხუცები გყავს, ხან ლეიკემია, ხან სოლიდური სიმდიდრე, ეხლა კიდე პატიმრები. ვიღაც ყველას თავისი მისია აქვს ხო ცხოვრებაში და მე პირად მაგალითზე გეტყვით, თქვენს მიერ გაღებული ერთი ლარი, აბსოლუტურად უტრირების გარეშე ვამბობ. მადლად დაგიბრუნდებათ თქვენ შთამომავლობასაც. აი კლასიკური მაგალითი ვარ. 52 წლის ასაკში გავხდით ყუპების დედა. არც მეტი და არც ზადა. წარმოგიდგენიათ ეს მხოლოდ ეს მადლი გაგიმრავლდებათ, როგორც იტყვის ხოლმე დედა თინათინი და
უბრალოდ აი ძალიან გთხოვთ თუ კი ის ვინმესთვის რაიმე პატარა სიმპათიის ობიექტს წარმოვადგენ ან დაუშვათ რაღაცა ავტორიტეტი ვარ, აი ყველაც გულწრფელად გთხოვთ რომ ამ კამპანიაში ჩაერთოთ და მე დარწმუნებული ვარ თვითონ აი ეს საჯარო მოხელეები, მინისტრები ამას აუცილებლად მიაქცევენ ყურადღებას და მე მგონი ძალიან გამიგრძელდა სიტყვა, მაგრამ აუცილებლად უნდა ვთქვა ძალიან კარგი პროექტები იყო, ნუ ეტაპობრივ უამრავი რაღაცა, რა ვიცი, ხა იდეების გენერატორია დედათინათინი და რა ვიცი, ახლა ჩვენ ყველა ვინც დასაწყისში ვიყავით, აი სად რა მოგვეგონებინა, იმას ვფიქრობდით და საუკეთესო პროექტი იყო მინისტრების, აი დედათინათინი მოყვეს ახლა ამას და ამ გეტყვით რატო ვამბობ ამას. იგივე კამპანიის დაწყების ძალიან დიდი სურვილი მაქვს და მე ვცდილობ რომ ეს ჩვენი სამინისტროდან დავიწყო, მე ამას აუცილებლად ვეტყვი ჩვენს მინისტრს. მოდი ძალიან მოკლედ სანამ დრო გვაქვს, იმიტომ რომ გაგვექცათ რომ რა პროექტია აქედან და დედათინათინი მოყვეს ამ პროექტზე. მოდი შევთავაზოთ მინისტრს. კი ბატონო, შევთავაზოთ და აი მაგის პარალელურად უთხრათ რომ საჭირო არის აი ეს ყველა იმ ერთი ლარით ჩაერთოს აი ამ კამპანიაში. აბა რა პროექტი? ეს პროექტი დავიწყეთ გიორგი კოვზერიძედან. მისი ყველაზე დიდი ოცნება იყო სტუდენტობა და გახდა სტუდენტი ეკონომიური ფაკულტეტის და მე უთხრა აი რა გინდა დედა და აი სულ მინდოდა რომ რამე გამეკეთებია, იმიტომ რომ ძიმდებოდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და რაღაც სურვილი სასრულება მინდოდა და დიდი ბიჭი იყო, ეხა საჩუქრით და რაღაცით ვერ გავახარებდი და მე უთხრა აი არ გინდა მეთქი ეკონომიკის მინისტრი რო იყო ერთი დღე თქო, გამომხედა ესე და რანაირა დედა კი მეუთხარი, გახდები მეთქი, შენ თუ გინდა თქო, როგორ არ მინდაო. აი გიორგიდან და რატო გიორგიდან მე გავაგრძელეთ. გიორგი რო წავიყვანეთ ეკონომიკის სამინისტროში და აი როგორ საოცრად დახვდა ბატონი დიმიტრი ვერ გეტყვით, ქუმსიშვილი იყო მაშინ მინისტრი და მომზადა ის საბუთი, რომ გიორგი კოვზერიძე არის ეკონომიკის მდგრადი განვითარების და ძალიან ბევრი რაღაცეების, რაც არის თელისახელი, ამის მინისტრი დიახ და აი ეს დაახვედრა და უთხრა, აი მოხვალო და გიორგი იყო ძალიან ჭკვიანი, ნიჭიერი, ინგლისური კარგად იცოდა, უმაგრესი ბიჭი და ყველა შეხვედრაზე წაიყვანდა სრული სერიოზულობით, იყო მთელი დღე მინისტრი ბატონ დიმიტრისთან ერთად. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. მე და თან ვიყავით პიარი და პროტოკოლი. ყველა სამინისტროში დამყვებოდა თამთა და მე. და ეს განაწილებული ქონდა რომ ერთი ვიყავით პიარი და მეორე პროტოკოლი. ხო და როდესაც სახლში მოვედით უკვე ამ დღიდან, ბავშვები ყველა ელოდებოდა მთელი დღე სხვადასხვა შეხვედრებზე რაღაც მნიშვნელოვან დოკუმენტს იმუშავა როგორც მინისტრი. მთელი დღე იქ ვიყავით. და რომ მოვედით, ამოიღო ჯიბიდან და ეს ისე მახსოვს, ამოიღო და დააგდო მაგიდაზე და ძველ სახლში ესე შუაში გვედგა მაგიდა, სავარძლები იყო, ტახტი და დააგდო ესა და ბავშვებმა წაიკითხეს, ვა ეს ნამდვილია. ღუმელი. ხო, ღუმელი. შეშის ღუმელი. სვანური. და ეს რო წაიკითხეს, ეს ნამდვილია და მაშინ ესე უთხრეს, რომ ამით რომ მოხვალ ყოველთვის შემოგიშვება და პირდაპირ ამოხვალ მთელი ცხოვრებით და რო ყვებოდა, ყველას ბავშვი დავინახე, აი ესეთი რაღაცა ენთუზიაზმი ჯერ უხაროდათ გიორგის გამო და მე რაღაც გავხედე და უთხარი. მე უთხარი, აბა თქვენ რამე სამინისტროები გინდა დაირიგეთ მეთქი და ქეთი შინაგანსაქმეთა მინისტრი გოგა მღებრიშვილის დროს თავისი პატრულის მანქანის სიარულით იქცავდა. თავდაცვის მინისტრი იყო ნანიკო. კიდევ საჯელახსრულების მინისტრი იყო ოთო, კი ბატონო. სოფლის მეურნეობის და სოფლის მეურნეობის მინისტრი იყო ბექა, კი და დიმიტრი იყო კომიტეტი ჯანდაცვის პარლამენტშიც ვიყავით, კი. ხო, ესე იგი ნანიკო იყო თავდაცვის მინისტრი, სოფლის მეურნეობის მინისტრი იყო ბექა, ოთო იყო საჯელახსრულების მინისტრი, მაშინ საჯელახსრულება იყო და პარლამენტშიც ვიყავით და ყველაზე კარგი კიდევ რა იყო. სახლში იყო მინისტრთა კაბინეტი. პრემიერ-მინისტრი, მინისტრები და პროტოკოლი და პიარი, თუ პირიქით. ანუ ეს ვერ გავინაწილეთ, ორივეს ვაკეთებ. იყო კონფლიქტი, დიდი კონფლიქტი იყო, ვინაიდან თავისთავად. ხო და აი ეს პროექტი მინდა ძალიან როგორ რა კარგი პროექტია. კარგი იქნება და ერთ დღესაც შევა ესე ბავშვი სამინისტროში მთელი დღე. თათბირებს ესწრებოდნენ არაფერი და დარწმუნებული ვარ რომ ამას გავაკეთებთ და ეს ერთი ლარი იქნება მე აი ძალიან უმნიშვნელოვანესი და
კიდევ ვიტყვი იმას, რომ ვისთვისაც დახმარება გვითხოვია, არავის უარი არ უთქვამს. ნუ ეს რა ვიცი, მე არ მგონია რომ ბუნებაში არსებობდეს ადამიანი, ვინც უარს იტყვის დახმარებაზე. კარი ღიაა, თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოხვიდეთ და რეალურად ნახოთ ის სამყარო, რომელსაც დედათინათინი ქმნის აქ ყოველ დღე. იმ წუთიდან როგორც კი იღვიძებს და დგება, გამოიწერეთ ჩვენი არხი, მოიწონეთ ეს ვიდეო და არა მარტო ეს ვიდეო, ეს ყველაფერი დაგვეხმარება ჩვენ, რომ უფრო მეტი ადამიანის გულამდე მივიდეთ, უფრო მეტ ადამიანს გავაგებინოთ, რომ თქვენს მიერ გაღებული თუნდაც ერთი ლარი, რომელიც თქვენთვის არაფერია, აქაურობისთვის ეს ძალიან დიდი საქმეა. ჩვენ მომავალ 4 შაბათამდე გევშდობებით. ნახვამდის.